მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 8. ერთი და იმავე მასის 2 რო და 3 რო სიმკვრივეების ორი სხეული სრულად ჩაიძირა რო სიმკვრივის სითხეშიო. კარგი, ჩავწეროთ მოცემულობა რა გვაქვს, ესე იგი მოცემული გვაქვს. ერთი და იგივე მასის სხეული გვაქვს, ორი ცალი m1 უდრის m2-ს, ესე იგი და უდრის m-ს. პირველი სიმკვრივე არის რო1, 2 რო სტოლი. მეორე სხეულის სიმკვრივე არის 3 რო სტოლი და თვითონ სითხის სიმკვრივე რო სითხე ტოლი არის როსი. და სრულად ჩაიძინნენ სითხეში, ხო? გვეუბნებიან, ორი რო სიმკვრივის სხეულზე მოქმედი ამოგდები ძალა არის 12 ნიუტონიო, ესე იგი F არქიმედეს ამოგდები ძალა პირველი სხეულზე არის 12 ნიუტონი და გვეკითხებიან 3 რო სიმკვრივის სხეულზე ამოგდები ძალა რიღას ტოლი არისო, გაარკვიეთ, ესე იგი F არქიმედე 2-ის განსაზღვრაა ჩვენი მიზანი. კარგი, დავიღოთ რაიმე ჭურჭელი, მოდით. ცელი ჭურჭელი ავიღოთ. შინ ჩავასხათ სითხე. ხა რადგანაც თვითონ სითხის სიმკვრივე არის რო და თვითონ სხეულების სიმკვრივეები მეტი არის, გვეუბნებიან კიდეც და რომ წარე თქვათ, ესენი სრულად ჩაიძირებოდნენ, ხო, ამ სითხეში. ესე იგი, ჩავძიროთ, მოდით, ეს იყოს პირველი სხეული, რომელიც ჩაძირულია. ეს არის მეორე სხეული. ეს არის პირველი სხეული პირობითად, ეს არის მეორე სხეული. ამ პირველის მოცულობა იყოს, მოდით, B1, ამის მოცულობა იყოს B2. ამ სხეულზე მოქმედებს m1 ჟ სიმძიმის ძალა, mჟ სიმძიმის ძალა, ხო, რადგანაც m-ები ერთი და იგივე აქვს, მოდით, ორივეზე mჟ იმოქმედებს, mჟ სიმძიმის ძალა. და აგრეთვე მასზე მოქმედებს პირველზე F არქიმედე 1 ამოგდები ძალა და მეორეზე მოქმედებს F არქიმედე 2 ამოგდები ძალა. ხო, ეხლა ჩავწეროთ, მოდით, ის ტოლი იქნება F არქიმედე 1 ტოლი იქნება რო სითხის სიმკვრივე, რომელიც როს ტოლია, გავითვალისწინოთ, რო გამრავლებული ჩაძირული სითხის მოცულობაზე პირველის, რომელიც V1-ის ტოლი, რო ჟ V1 იქნება ჩაძირული სითხის მოცულობაზე, ხოლო F არქიმედე მეორე ტოლი იქნება რო სითხე ჟ მეორე სხეულის ჩაძირული ნაწილი V2-ზე, ხო? და მოდით ახლა უბრალოდ ქვედა რო გავყოთ პირველზე რას მივიღებთ, ესე იგი F არქიმედე 2-ს თუ გავყოთ F არქიმედე 1-ზე, ეს ტოლი იქნება რო ჟ V2 გაყოფილი რო ჟ V1-ზე. ესენი შეიკვეცა და ეს ტოლია V2 შეფარდება V1-თან. ეს ტოლი იქნება, ეხლა თავის მხრივ V2 რის ტოლი იქნება, თავის მხრივ V2 ტოლი არის, მოიც ცალკე დავწეროთ, ესე იგი V2 ცალკე ტოლი იქნება M2 შეფარდებული რო 2-თან. M2 მოცემულობით M-ის ტოლია, ხოლო რო 2 არის 3 რო, ხო, გავითვალისწინოთ. ანალოგიურად V1 ტოლი იქნება M1 რო 2 M1 რო 1 უკაცრავად M1 რო 1, ხო. M1 წემია, რო 1 2 როა, ასე და ამოთ აქ შევიტანოთ ახლა უბრალოდ V2, ესე იგი M გაყოფილი 3 როზე. უნდა გავყოთ V1-ზე, ანუ გავამრავლოთ 2 რო შეფარდებული M-ზე. როები წავიდა, M-ები შევეკვეცა და ეს დაგვრჩა 2/3 ტოლი. ესე იგი F არქიმედე 2 შეფარდება F არქიმედე 1-თან, აი ამასთან, რომელიც მოცემულობით 12 ნიუტონია, შეფარდებული 12-თან, ტოლი ყოფილა 2/3, საიდანაც საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, ესენი შევეკვეცება, აქ 4 დაგვრჩება. საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, F საძიებელი F არქიმედე მეორე სხეულზე მოქმედი ამოგდები ძალა, ტოლი ყოფილა 4-ზე მოთავა 8 ნიუტონის. ეს კი არის პასუხი G.